ჩვენთვის შემოდგომა პირველ რიგში თქვენთან ასოცირდება და რაღაც დაგიმალოთ მეც მთელი წელი განსაკუთრებით ველოდები ამ დროს. პატარა რო ვიყავი ბებია ჩემი ხელით ჩამაყრევინა ვაზის ნერგები და მას შემდეგ სულ ფიქრობ ვენახის გაშენებაზე. დღეს გამოცდილ მე ვენახეს შევხვდები და შევეცდები გავიგო რა არის საჭირო კარგი და ხარისხიანი მოსავლის მისაღები. გამარჯობა ბატონო მურატ. აგერ მოგაგენით ქოჩორა გორი. ეს ქოჩორა გორა სხვათა შორის ისტორიული გორაა. ძველ დროში სამეთვალყურო კოშკი ყოფილა და ეხლა მეტი ლეგენდა არ არსებობს, მაგრამ ახლა წმინდა ადგილად ითვლება და არავინ არაფერს რა ვიცი, ულის ხალხი და პატრონობს. რას ძალიან ისე არის გაშენებული ვენახები. ვენახები ეხლა ძირითადად ვენახები ნიადაგის და მიხედვით არის გაშენებული, სადაც შედარებით კარგი ნიადაგია. აქ არის ალექსანდრიული უჯურეთული ჯიშის ვაზი გაშენებული. საინტერესო. ხო და მეორე მოსავალი მივიღე წელს, მაგრამ შედარებით იქ რაჭასთან შედარებით უფრო ადრე შემოდის, ერთი თვით ადრე შემოდის ეს ხურძენი, უფრო ადრე მწიფდება. წლევანდელი მოსავალი, მაგრამ კარგი იყო, შაქრიანობა სადღაც 27%-მდე ქონდა. ღვინო როგორი გამოვიდა? ღვინო ახლა ჯიში კი არის ალექსანდრიული და უჯურეთული, მაგრამ ახლა ალბათ შედარებით შაქარი ქონდა, სიმჟავეც ქონდა თქვილს, ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ ალბათ ვერ აჯობებს, მაგრამ არაფრით არ ჩამორჩება იმ რაჭულ ღვინოსგან. ეს ალექსანდრიული უჯურეთულია და ხვანჭკარა მარტო ხვანჭკარაში მოდის და ადგილ წარმოშობის ღვინოა და აქ ალექსანდრიული უჯურეთული, მე დავარქვევ ალბათ ალექსანდრიული უჯურეთულის ნახევრად ტკბილი ღვინო. საინტერესო იქნება. აი ახლა ვკრიბავთ იმერული ჯიშის ვას, ოცხანურის საფერე და წამოდით ახლა და გაჩვენებთ მე თქვენ იქ. სხვათა შორის ძალიან ბევრმა არ იცის ჩემი აზრით. ერთ-ერთი საუკეთესო ვაზის ჯიშია ალბათ საქართველოში კი არა და ალბათ მთელ მსოფლიოში. ძალიან კარგი ხარისხის ღვინო უდგება. მაგრამ თვითონ ვაზი შედარებით მცირე მოსავლიანია. რამდენ ჰექტარზე გაქვთ გაშენებული ოცხანური? ოცხანურის საფერე 4.5 ჰექტარი მაქვს. ოცხანური საფერეს გარდა კიდე რამდენი ჯიში გაქვთ? მე სულ მაქვს 30 ჰექტარამდე ვენახი. ამ 30 ჰექტარზე მაქვს 10 სხვადასხვა ჯიშის ვენახი გაშენებული. ოცხანურის საფერე, ციცქა, ცოლიკაური, კრახუნა და ძალიან ბევრი სხვადასხვა კუთხის ის რა ქვია, აი ვენახები, სხვადასხვა ჯიშის. რაჭიდან ალექსანდრიული უჯურეთული, გურიიდან ჩხავერი, სამეგრელოდან ოჯალეში, კახეთიდან კახური საფერავი, ფრანგული კაბერნე ფრანსი, ფრანგული შარდონე. მთელი პალიტრა გაქვთ რა, უამრავი არჩევანია, მრავალფეროვანი. ხო, ნუ ალბათ მე ჩემ მინი ქარხანაში შემიძლია დაახლოებით 10 სხვადასხვა ტიპის სხვადასხვა ღვინო ვაზარმო, მშრალი თუ ნახევრადტკბილი. სად შემიძლია მე რო შევიძინო ეს მრავალფეროვნება? ნუ თბილისში ახლა საკუთარი მაღაზია არა გვაქვს. თბილისში სად? ლესელიძეზე ვინოთეკის მაღაზია, იქ იყიდება ჩემი ღვინო. ოპერის გვერდშია კიდევ ერთი ღვინის მაღაზია და გაგარინზე. აი ძირითადად ამ სამ მაღაზიაში. იმერული ღვინის კომპანია, ასე ქვია ჩვენს კომპანიას და ნუ ცოტა შედარებით ძვირფასი ღვინოებს ვამზადებთ. ცოტა ძვირი ღვინოებია, მაგრამ სამაგიეროდ კარგია. მაგალითად ოცხანური საფერე რა არის? ოცხანური საფერე თუ არ მეშლება მაღაზიაში სადღაც 28 ლარიხის. ისე საინტერესოა ამდენი ჯიში როგორ გაახარეთ? ნუ თავიდან ცოტა ინტერესი იყო ახლა. წარმოშობით სვირელი ვარ და ნუ მინდოდა რომ ყოფილიყო რა ერთი პატარა მინი ქარხანა და ქონოდა ერთი 10 დასახელების მინიმუმ დასახელების სხვადასხვა ღვინო და ეს საქართველოს ვაზის ჯიშები მოვკრიბე და ნუ ეხლა ძირითადად ვენახები 5-დან 7 წლამდეა. ნუ ახალშენი ვენახებია. კი ვიწვალე თავიდან ეს გახარებაზე იქედან კვიტები ვზიდე აქ დავამყენი მერეს, მაგრამ ნუ ჯერჯერობით არაუშავს და ვცდილობ რომ მოვუარო, მაგრამ ეს ადგილი საუკეთესოა ჩემი აზრით, იმერეთში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო. სვირის ზონა ერთ-ერთი საუკეთესო, ჰავითაც და ნიადაგებიც კარგია აქ სხვათა შორის. ეხლა მე ზუსტად ვერ გეტყვით ეხლა ნიადაგების შემადგენლობაც, მაგრამ ვენახი რომ კარგია და ყურძნის მოსავალი კარგი მოდის,
ეს ფაქტია მოჩანს. რამდენი კაცი ყავს დასაქმებული თვალზე? ჩემი თვალი აგვისტოს ბოლოს იწყება და ნოემბრის ბოლოს თავდება და სულ ძირითადად მეზობლები არიან და ეს 10 კაცი არის დასაქმებული ამ თვეების განმავლობაში და ამ 3 თვის განმავლობაში ამთავრებთ რა სხვადასხვა ჯიში რომ არის სხვადასხვა დროს იკრიფება და აგვისტოდან ოქტომბრის ბოლომდე გამუდმებით სულ თველია ესე იგი თქვენ ნოემბრის ბოლომდე ახლა პირველად შარდონე პინო შემოდის და ბოლოს ალბათ ჩხავერს ყველაზე ბოლოს ჩხავერი იკრიფება და ღვინოს როგორი წესით ამზადებს ჭურში მამაპაპურებს ძალიან ცოტას ქვევრით ვაყენებთ და უფრო მეტად ევროპული წესით ვამზადებთ ღვინოს სვირის მიკროზონაშია ეს ვენახები თორე სხვაგან დასავლეთ საქართველოში ოცხანური საფერე ძალიან იშვიათად თითოეულა ძირს თუ შეხვდებით სადმე აი ერთ-ერთი ეხლა დათო გაჩვენო გაიგე ერთ-ერთი საუკეთესო ვაზი რომ არის ეს რით გამოირჩევა თავის ფისებები აქვს აი აქ ძალიან ბევრი პატარა მწვანე მარცვლები აქვს გაიგე და შაქრიანობას რო აგროვებს ამის გარდა კიდე სიმჟავე აქვს ყურძენს 8-დან 10-მდე აგროვებს ხოლმე და ამის შედეგია ის რომ საუკეთესო ღვინო დგება ну ცოტა ძნელი მოსავლელია მაგრამ ღირს ალბათ სიძნელეში რა გამოიხატება სიძნელეში ის გამოიხატება რომ ცოტა დასავლეთში უფრო მეტი ნესტიანი ამიდებია და ძალიან ჭრაქი უჩდება ნაცარი უჩდება და თუ უფრო მშრალ ადგილებში ნაკლები ის უნდა შეწამლა აქ უფრო ორჯერ მეტი შეწამლა ჭირდება და უფრო მეტ ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული და დაავადებები ნაცარი ჭრაქი ძირითადად გამიგე მაგრამ აი გაზაფხულზე კიდევ კარგი ამიდები ჭირდება დასაწყისში როცა ყვავილში შედის სიცივე არ უყარს ცოტა სათუთი ვენახია მაგრამ სამაგიეროდ ღვინო აქვს კარგი ხო ესე იგი როგორც თბილათაც მოიპყრობი ისევე კარგია ეს იმერული ჯიშებიდან მე მგონი ყველაზე საგვიანო ვაზია ხო ესეა იმერული ჯიშებიდან ერთ-ერთი ყველაზე საგვიანო ვაზია დიახ უფრო ყველაზე გვიან შემოდის მოსავალს გვიან ვიღებთ ხოლმე ну სხვა ვაზთან შედარებით მოვლა ალბათ უფრო მეტი ჭირდება რიგთა შორის რამოდენიმეჯერ უნდა დაახმო ძირებში დამუშავება უნდა რა თქმა უნდა ეხლა გასხლა და შეწამლა ალბათ მინიმუმ 6 მაქსიმუმი 8 ჯერ მაინც ჭირდება შეწამლა ამ შხამქიმიკატებით წამლით შავი აბანით თუ არის ეს მომგებიანი ამდენი გაწეული შრომა ამდენი მომგებიანი ალბათ როგორ არ არის გაიგე უნიკალური ვაზის ჯიშია ღვინოს საუკეთესო უდგება და რამოდენიმე წლის შენახვის შემდეგ ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ღვინო იქნება მაგრამ ცოტა ბაზარი ჭირს და ჯერჯერობით ცოტა შენელებული ამის გაყიდვა ალბათ უფრო მეტი რეკლამა და ასე მგონია რომ თუ ვინმე დააგემულებს ერთხელ მაინც ამ საოცრებას თვითონ გაუწევს მერე რეკლამირებას ალბათ ეგრე იქნება და კარგი იქნება დიდი მადლობა და ყავს და ბარაკას გისურვებთ არ გავზანდებოდეთ კარგი მადლობა ახლა ვეცვიეთ კომპანია ხარებას რომელიც იმერეთის რეგიონში ყველაზე მსხვილი ღვინის კომპანიაა გამარჯობათ ბატონებო. გამარჯობათ დავით. Nice to meet you. Nice to meet you. ბატონი თემური, ჩვენი მთავარი აგრონომი, ბატონი ინგო, ჩვენი გერმანელი კონსულტანტი, რომელსაც მოგვიანებით შეხვდებით დეგუსტაციაზე. ბატონო. მოგზავნით ჩვენს კომპანიაში. როგორი გრანდიოზული კომპანია გქონიათ? ვცდილობთ. მინდა გითხრათ, რომ ხარისხიანი ღვინის კეთება იწყება ხარისხიანი ვენახიდან. ჩვენ რესპუბლიკის მასშტაბით გვაქვს 3 ღვინის ქარხანა, 2 მათგანი კახეთში არის, ერთ-ერთი მათგანი იმერეთში არის. მაგრამ იმერეთში ვართ პირდაპირ ორიენტირებული რა თქმა უნდა იმერულ ჯიშებზე, იმერულ ხარისხიან ჯიშებზე, რომ მოახდინოთ მათი პოპულარიზაცია თვითონ საქართველოში პირველ რიგში და შემდეგ მთელ სოფლიოში. აი ეს არის ეს რამდენი ჰექტარზე გაქვთ ვენახი? მთლიანად ჩვენ ვფლობთ 700 ჰექტრამდე ვენახს საქართველოს მასშტაბით. ხოლო იმერეთში გვაქვს 60 ჰექტარი ვენახი. აი ეს არის ჩვენი მიღები, სადაც ვახდენთ ყურძნის მიღებას და სელექციას. თვითონ სელექციასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ის ზედმეტი არამწიფე მარცვლები მოვაცილოთ. მაგალითად, იცით, რომ ოცხანურ საფერეს ახასიათებს თვითონ მტევანში უმწიფარი მწვანე მარცვლები და სწორედ ამიტომ ვახდენთ მის სელექციას, მარცვლავთ
არასასურველი მწვანე მარცვლებისაგან, რომ შემდგომში საბოლოოდ ხარისხი გავზარდოს. საკმაოდ დიდ ზომასთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა. ეხლა გეპატიჟებით თვითონ ქარხანაში დაგათვალიერებინეთ ჩვენს მოდულებს. სიამოვნებით. შემოგბრძანდით. აქაც ვიდობა. ჩვენი ღვინის ქარხანა. პირობითად დაყოფილი არის რამოდენიმე მოდულად. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით პირველ მოდულში. პირველი მოდულის ის ნაწილი ემსახურება რთველის აქტიურობებს. იქ მოდის ესე იგი. იქ მოდის ყურძენი, სადაც ვახდენთ მიღებას, გაპრესვას და კლასიკური განსხვავება რაც არის თეთრ ღვინოსა და წითელ ღვინოს შორის ის არის რომ თეთრი ღვინო მიღებისთანავე ევროპული წესით როცა ვაყენებთ იპრესება და მხოლოდ წვენში იწყება ალკოჰოლური დუღილი, ხოლო წითელ ღვინოს რაც შეეხება ჩვენ მას მხოლოდ ვაცლით კლერტს და ვაწყებინებთ დურდოს ალკოჰოლურ დუღილს. ელატოფოლა არის როგორც ხედავ ფართოდ წარმოდგენილი. ეს არის ერთ-ერთი ლიდერი აწარმოოს ღვინის თანამედროვე აპარატურა დანადგარების სოფლიოში და ჩვენ წელს მოვახდინეთ ქარხნის მოდერნიზაცია. ჩვენი კომპანიის ეს ფილიალი არის პრემიუმ კატეგორიის ღვინის ქარხანა, სადაც ვაწარმოებთ მაღალხარისხოვან ღვინოებს, რა თქმა უნდა, მცირე მოცულობებით. საერთოდ ხარისხი პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ N რაოდენობის და ინდუსტრიული ტიპის ღვინოები არ შეიძლება რომ იყოს პრემიუმ კატეგორია. ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენ სელექციას, როგორც ზემოთაც გითხარით, ვენახებში ვევიწყებთ. აგრეთვე ღვინოებს ვადუღებთ მცირე მოცულობებით სპეციალურ მესამე თაობის ცისტერნებში დაბალ ტემპერატურებზე, ამით ჩვენ ვახდენთ არომატების კონცენტრაციას. მთელი ეს ქარხანა აღჭურვილი არის სპეციალური ცისტერნებით წითლების განყოფილებაში, რომლებიც განსაზღვრული არის ორი ტიპის ღვინის გაკეთებისათვის. მაგალითად ესეთი, რომ საერთოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წითელ ღვინოში დარევებს. არის ფრანგული მეთოდია, ეს არის ერთი რემონტაჟი, როცა ღვინოს სითხე ესხმება ზევიდან და არის პიჟაჟის მეთოდი, როცა ჭაჭის ჩაზელა ხდება დაბლა. ჩვენ ორივე ტიპის ცისტერნები გვაქვს და ამ მხრივ ორივე ტიპის ღვინოს ვაკეთებთ. ეს ახლა აქ დუღილი მიმდინარეობს? აი, ახლა აქ მიდის თეთრი ღვინის დუღილი 15 გრადუს ტემპერატურაზე. ის რა კარგი არომატი ამოვარდა. ეს ღვინო დაახლოებით უკვე 3 კვირაა რომ დუღს. ესე იგი დაახლოებით რამდენი ხანი უნდა იდუღოს? 15 გრადუსი, ხო? 15 გრადუსზე დუღს, დაახლოებით 1 თვე. ძალიან ხანგრძლივი დუღილი არის, მაგრამ შრომა დღირს, იმიტომ რომ ჩვენ ბოლოს მივიღებთ ძალიან არომატულ თეთრ ღვინოს. ეხლა გავსინჯოთ პირდაპირ რეზერვუარიდან მადუღარი სითხე. და იქნება დასრულებული სახე ღვინოს მიცემული? ჯერ არა, ის ეხლა იქნება ძალიან წყნარ დუღილზე, მაგრამ უკვე მისი შეფასება შეგვეძლო. სიამოვნებით, მაინტერესებს. ეს თეთრია, ხო? კი, ეს თეთრი ღვინო არის, ცოლიკოური. ჩვენი იმერული ღვინოების თვალსაჩინო წარმომადგენელი. სიამოვნებით. ეს არის დაკრეფილი თვითონ ყურძენი ძალიან მზიანი ადგილიდან, სვირის სანახებიდან. ეს ღვინო ეხლა წყნარ დუღილზე არის, ჯერჯერობით დაახლოებით 3 კვირა უკვე კვირა არის რაც დუღს 15 გრადუს ტემპერატურაზე. და უკვე თქვენ თუ დააკვირდებით, მასში შეგიძლიათ შეიგრძნოთ ეს ციტრუსის არომატები, აგრეთვე მოაქვს ყვითელი ხილის არომატები. ძალიან საინტერესოა, თან ძალიან არომატული არის. პროცესი ჯერ არ არის დამთავრებული და უკვე ძალიან არომატული არის და სხვათა შორის ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს პროფესიონალებში თვითონ. სხვადასხვა დეგუსტაცია გამოფენებზე წინა წლის მოსავლის ცოლიკაურებს. ჩემზეც მოახდინა შტაბისტო. მადლობთ. ეხლა წავიდეთ დაგათვალიერებინებთ სხვა საამქროებს, როგორც არის ბოთლური დაძველების საამქრო, მუხის კასრების საამქრო. კომპანია აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიით და თანამედროვე აპარატურით ამ ლაბორატორიაში, როგორც არის მაგალითად მინდა შევეხო, არის ესეთი კომპანია FOSI. ჩვენ შევიძინეთ მოდერნიზაციის ჩარჩოებში ეს ხელსაწყო, რომელიც აკეთებს 6 პარამეტრს წუთნახევარში. მათ შორის ალკოჰოლს, რომელსაც სჭირდება 45 წუთი, რომ გამოხატო და განსაზღვრო ღვინოში ალკოჰოლი. ამიტომ ეს გვიმცირებს სამუშაო დროს და აგრეთვე ზრდის კონტროლს, ხარისხის კონტროლს ღვინოებს. ვფიქრობ, რომ საერთოდ თუ ფიქრობთ ექსპორტზე, აუცილებელია რომ პოპულარიზაცია მეტად გავუკეთოთ იმერულ ღვინოებს, რადგანაც ჩემის აზრით ის უნდა გახდეს ელმავალი მთლიანად ქართული ღვინოებისა ევროპის ბაზარზე, როცა ვფიქრობთ ექსპორტზე, იმიტომ რომ საერთოდ ევროპელი მომხმარებელის გემოვნება ძალიან დახვეწილი არის. თუ ისინი აქცევენ ძალიან არომატიკას ყურადღებას, მაგალითად როგორც რისლინგში, ჩვენ ესეთი არომატიკა გვაქვს იმერეთის ღვინოებში. თუ ისინი აქცევენ მაღალ სხეულს ყურადღებას, თქვათ როგორც ჩარდონეში, ესეთი სხეულიც გვაქვს. ანუ ჩვენთან არის სინთეზი სხეულისა და მაღალი ჩამოყალიბებული არომატიკისა. ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორედ უნდა დავიწყოთ იმერული ღვინოებიდან პოპულარიზაცია
და ის გახდება ელმავალი მთლიანად საქართველოს ღვინო. 100%-ით გეთახმები სიმართლე გიხდება. შემოგზანდით, ეს არის ჩვენი ღვინის ბოთლური დაძველების საამქრო, სადაც ღვინოს ვაძველებთ ბოთლებში. ეს ძალიან საინტერესო პროცესი არის. ბოთლებს ვალაგებთ ჰორიზონტალურ პოზიციაში, სადაც მიდის მიკროოქსიდაცია. ნელ-ნელა ღვინო მდიდრდება ჟანგბადით საცობიდან და ამ დროს ის ღებულობს უფრო მაღალ სხეულს, ორგანოლეპტიკურად უფრო იხვეწება და ესე რომ ვთქვათ, უფრო დროდადრო უფრო ფორთოხლისფერი ხდება, ასე რომ ძალიან საინტერესო არის მისი დეგუსტაციაც. ეხლა ჩავიდეთ ღვინის დაძველების საამქროში, რომელიც მდებარეობს მიწისქვეშ, აი ხედავთ რომ სპეციალური საჰაეროები არის. იქ არის მუდმივი ტემპერატურა, რაც იდეალური არის ღვინის შენახვისათვის. მოგზანდით ცქრიალა ღვინის განყოფილებაში. ესე საინტერესოა, რა ჯიშისგან ამზადებთ და რა მეთოდით მზადდება ცქრიალა ღვინო? ეხლავე მოგახსენებთ. ჩვენი ცქრიალა ღვინო მზადდება ციცქას ჯიშის ყურძნისაგან და ვამზადებთ კლასიკური მეთოდით. საერთოდ ზოგადად ცქრიალა ღვინის დამზადების ორი მეთოდი არსებობს: რეზერვუარული და კლასიკური მეთოდი. აი, ხელობაც და ხელოვნებაც არის დაამზადო ცქრიალა ღვინო კლასიკური მეთოდით. ეს კლასიკური მეთოდი რაში გამოიყენება? აი, ეხლავე აგიხსნით, ესე იგი, თავდაპირველად მზადდება სატირაჟი ნაზავი ჩვეულებრივი მშრალი ღვინისაგან, რომელსაც უკვე გავლილი აქვს პირველადი ალკოჰოლური დუღილი. შემდეგ ისხმება ბოთლებში და ალკოჰოლურ დუღილს, მეორად ალკოჰოლურ დუღილს გაივლის ხაროებს. სწორედ ამ დროს გამოიყება მასში ბუნებრივად ცქრიალი, CO2 და ანიჭებს მას ბუნებრივ ცქრიალს. ხოლო როცა ღვინოს ხელოვნურად უგაზავთ, ის უკვე შუშხნა ღვინო არის. ხოლო როცა ღვინოში ხდება ცქრიალა, ბუნებრივად ცქრიალის პროცესები, ეს უკვე არის ცქრიალა ღვინო. ეხლა ჩვენ ხედავთ რომ პიუპიტრზე ამ სამკუთხედ დგამს, ეწოდება პიუპიტრი, სადაც ბოთლები გადიან რემუაჟის პროცესს. რას გულისხმობს ეს? როდესაც საფუარი დაშლის შაქარს, წარმოიქმნება მისი ავტოლიზები, რაც წარმოქმნის ლეკს. ჩვენი მიზანი არის რომ, რა თქმა უნდა, მომხმარებელს ლეკიან ცქრიალა ღვინოს ვერ შევთავაზებთ და მიზანი არის რომ ეს ლეკი უნდა მოვაცილოთ ბოთლიდან. ნელ-ნელა მოვინიშნავთ ბოთლს 12 საათის პოზიციაში, შემდეგ 2 კვირის შემდეგ დავატრიალებთ 3 საათის პოზიციაში, კვლავ 2 კვირის შემდეგ 6 საათის პოზიციაში, კვლავ 2 კვირის შემდეგ 9 საათის პოზიციაში და ნელ-ნელა საწყისი პოზიციიდან ბოთლი მიიწევს წინ და ამ დროს მთელი ლეკი კოაგულირდება ბოთლის ყელში. ესე იგი ტრიალით გამოდის. ტრიალით გამოდის ცქრიალა ღვინო. შემდეგი პროცესი არის დეგორჟაჟი, რაც გულისხმობს ბოთლის ყელიდან ლეკის მოცილებას და უკვე საცობი მიუძლე და მზად არის ჩვენი ცქრიალა ღვინო რეალიზაციის. შეგვიძლია შევხვდეთ ახალ წელს. შეგვიძლია შევხვდეთ. ეხლა ავიდეთ მუხის კასრების განყოფილებაში, სადაც დავაგემოვნებთ ღვინოს. აი მუხის კასრების საამქროც ჩვენ გვაქვს თანამშრომლობ ძალიან ელიტარულ ფრანგულ კომპანიასთან, რომელიც გვაწვდის მუხის კასრებს. ჩვენ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ვწვით მას. ეს ახალი წამოწყებაა ქარხანაში? ეს არის ახალი ხაზი, ეგრეთ წოდებული ელიტარული მომხმარებლებისათვის. გავაკეთეთ ინვესტიცია და ვაწარმოებთ მუხის კასში დაძველებულ ღვინოებს. აი, Ingo შემოგვერთება ახლა. Ingo, please join us. Hello. Georgien hat eine sehr lange Tradition, die möchte ich როგორც ღვინის ქვეყანა საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენ გვაქვს ადგილობრივი უნიკალური ვაზიჯიშები აქ საქართველოში. დავნერგეთ რამდენიმე განსაკუთრებული მეთოდი წითელ ღვინოში, ცქრიალა ღვინოში, თეთრ წყნარ ღვინოებში. ასე რომ ჩვენი სამუშაო არის სინთეზი მაღალხარისხოვანი ყურძნის, კარგი მენეჯმენტის მარანში. ოკეი. ახლა დეგუსტაცია ჩაუტაროთ. ეს არის კრახუნა 2008 წლის მოსავალი. ეს რთველი განსაკუთრებული იყო, რადგანაც ყურძენი იყო ძალიან ხარისხიანი, მაღალხარისხოვანი. რომლისგანაც ჩვენ დავამზადეთ ერთ-ერთი თვალსაჩინო ღვინო საქართველოში, რაც კი ოდესმე წარმოებულა და შემდეგ გადავწყვეტთ, რომ ის დაგვეძვლებინა ბოთლში და ხედავთ როგორი ფორთოხლისფერი აქვს მას. გაჯერებული არის ყვითელი ხილის არომატებით ძალიან. მისი დაგემოვნება მომხმარებელს შეუძლია უმარილო ყველთან, ლავაშპურთან, ასე რომ. საჩემილია რომ ეს ვიყიდო. ჩვენ გვაქვს ჩვენი საფირმო მაღაზიები, ერთი მდებარეობს ჩვენი ქარხნის წინ, ხოლო ერთი მათგანი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აგრეთვე გვაქვს სვეტიცხოვლის გვერდით, ცხეთაშიც. ბოთლის ღვინის გარდა ჩამოსასხმელი ღვინოს ხო? რა თქმა უნდა, ჭიდროდ დავიწყოთ ურთიერთობა ევროპის ბაზარზე, გერმანიასთან, სკანდინავიის ქვეყნებთან, აგრეთვე გვყავს ჩვენი კლიენტები ჩინეთშიც. ასე რომ ჩვენი ღვინო ნელ-ნელა უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
იმერული ჯიშის ყურძნებიდან რამდენ ღვინოს აყრებთ? წელიწადში ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ 350.000-დან 400.000 ბოთლამდე წელიწადში. და რა ჯიშებია? ეს არის ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ოცხანური საფერე. საინტერესოა, მარტო ევროპული წესით აყენებთ ღვინოს თუ არის საშუალება რომ ტრადიციული მეთოდით? რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა, როცა ჩვენი კომპანია ახდენს სინთეზს ტრადიციული მეღვინეობისა და თანამედროვე მეღვინეობის. ეხლა მე თქვენ გეპატიჟებით ჩვენს ქვევრის განყოფილებაში, სადაც დავაგემოვნებთ ქვევრის ღვინოებს. Auf Wiedersehen. Auf Wiedersehen. See you later. ეხლა მივემართებით ქვევრის განყოფილებისაკენ. თქვენ გზად შეგიძლიათ დაინახოთ სტავროპეგიალურ დედათა მონასტერი, რაც ნიშნავს, რომ მისი უწმინდესობის დაქვემდებარებაში არის პირდაპირ. ხოლო ხელმარჯვნივ არის მისი უწმინდესობის რეზიდენცია, რომელიც ჩვენს ქარხნის მეზობლად მდებარეობს. ესე იგი, ახლა ჩვენ მივდივართ ტრადიციულად, სადაც აყენებთ? რა თქმა უნდა, ეხლა ღვინოს განახებთ ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ღვინოს. ძალიან კარგი. აი ქვევრებიც, აქ ამშვიდობა. აი აქ ვამზადებთ ღვინოს ძველი ქართული ტრადიციული მეთოდებით. საერთოდ სოფლიოში არსებობს ღვინის დამზადების სამი მეთოდი, როგორც არის ევროპული, კახური და იმერული. აი აქ ვამზადებთ იმერული წესით. სამწუხაროდ სათანადო ყურადღება არ ექცევა ხოლმე. აი მაგალითად ეხლა აქ არის დუხს კრახუნა იმერული წესით, რომელიც საჭიროებს რომ ქუდი ჩაიზილოს. ასეთი მეთოდით ბევრს წურავთ? ძალიან ცოტას. ექსკლუზიურად მხოლოდ ისეთი განსაკუთრებული მომხმარებლისათვის. რა თქმა უნდა, ოფერება ჭირდება და ამას ჭირდება ძალიან დიდი ყურადღება, ძალიან დიდი შრომა და ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ეს ვაწარმოოთ მცირე რაოდენობით მაღალხარისხოვანი პროდუქცია. ძალიან სასიამოვნოა, როცა ახალი ტექნოლოგიებთან ერთად ტრადიციებს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი წინაპრების გზები. თუ ვართ ღვინის სამშობლო და ვართ. ეხლა გაგასინჯებთ წინა წლის მოსავლის ოცხანურ საფერეს. სიამოვნებით. ეს ქვევს ჭურში დაძველებულია? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. 8 თვის განმავლობაში იმყოფებოდა ქვევში. აი ნახეთ. რა ჟოლოს ფერია, საკმაოდ კარგი ფერია. საერთოდ აუცილებელია რომ ღვინო დავატრელოთ ჭიქაში, ამ დროს ის მდიდრდება ჟანგბადით და ადვილად შეგვიძლია დავიჭროთ მისი არომატიკა. აი მოდის ხილის ტონები, კენკროვანი ხილის ტონები. გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. ძალიან მიხარია რომ ახალგაზრდა კაცი ხარ და ესეც საუკეთესო ღვინოს აყენებ. და იმედი მაქვს რომ ბევრი ქართველი ახლიდან გაიცნობს იმერულ ღვინოებს. მეც იმედი მაქვს, იმიტომ რომ ზოგადად აუცილებელიც არის რომ უფრო წარმოვაჩინოთ იმერული მეღვინეობა. ეს ჩვენი ვალია. დიდი მადლობა საინტერესო ექსკურსისთვის. იმედია გაგვახარებთ თქვენი მრავალფეროვანი ღვინოები. აუცილებლად. აი ხარ, წარმატებებს გისურვებთ.